კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს, ტაძრებში კი სადღესასწაულო წირვა ლოცვა სრულდება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო მაღასრულა, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი შვიდი შესრულდა. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან, ეკლესიებში ბზა იკურთხება როგორც უფლისთვის მიგებების სიმბოლო. მოხდა რაღაც საოცარი გამონათება ხალხში. ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, კურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. აი ასეთი გამონათება, ძვირფასო ძმებო და დებო, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდევაც ყოველი ჩვენგანის სულშიც. როდესაც თითქოს ნათელი და ცხადი ხდება ყველაფერი. მსგავსი საოცარი გამონათება ჩვენ ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, მისდამი სიყვარულის გრძნობაში. და მაგრამ მინდა დავამატო ასევე ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პიროვნების დაფასება. მხოლოდ ეს როდი იყო. არამედ ალბათ პირველ ყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი, სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებებისადმი, ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა. ეს საოცარი დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ, აი ამ გამონათებამ, ამ დიდმა ჩვენმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის ძიმე მოვლენა, რასაც ქვია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალება. და ღმერთმა მოგცეს მადლი, რომ აი ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ. ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი როგორც ხალხის და ერის წარმატების და ღვთის წყალობის. ეს არის იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, მთელ საქართველოს ულოცავ. ამ ბრწყინვალე დღესასწაულს უფრო უკეთესები გავხდეთ, ვიდრე აქამდე ვიყავით. პატრიარქის სული გაანათლოს ღმერთმა, იქიდან შეგვეწევა თავისი ლოცვა კურთხევით. ბზობა არის დიდ მარხვარში ერთ-ერთი გამორჩეული დღესწაული და სწორედ ჩვენ აღვნიშნავთ ამას, თითოეული ადამიანი და ჩვენი ეკლესია. მინდა ყველა ადამიანს უსურვო სიხარული, სიყვარული და ულევი ბედნიერება უფლის მაგლითა წყალობით. ძალიან წმინდა დღე არის და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა უნდა მივიდეს ეკლესიაში, სანთელიც უნდა დაანთოს და აგრეთვე ბზაც უნდა შეიძინოს, რათა აკურთხოს კიდევ და თავისი თუ აქვს მაგალითად რაღაც ჯვარი, ისიც უნდა აკურთხონ. გვინდა მივლოცოთ სრულიად საქართველოს ბზობის დღე. ბზობა ეს არის სიხარული და სულიერი დატვირთვით აღსავსე დღე. დღეს როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, ეს არის დიდი სიხარული, რადგანაც მაცხოვარი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, შემოდის ჩვენს გულებში. ქართული ტრადიციის თანახმად ამ დღეს ვეგებებით ბზით, რადგანაც ბზა არის მარადმწვანე მცენარე და იგი არის სიმბოლო მარადიულობის და სიცოცხლის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე αφგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით სამართალდამცველებმა სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ კი ის სამართალდამრღვევად ცნო. საუბარია აზერბაიჯანის მოქალაქის მხრიდან სოციალური ქსელით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. სასამართლომ αφგან სადიგოვს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და საქართველოსთან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მას ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით სადიგოვის სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში 62-ჯერ იქნა გამოვლენილი, მათ შორის შეკრება მანიფესტაციის წესების დარღვევის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე αφგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვის სამართალდამრღვევად ცნო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოსთან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. სასამართლომ გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას 2-ჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია αφგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. დამატებით საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით განვარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სამართლის საქმეზე ძებნილი αφგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა αφგან სადიგოვი აზერბაიჯანისთვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადაციაზე. ქართული მხარისთვის რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წყაროები ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადაციო პროცედურები. ამავდროულად სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებს საქართველოსთან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, αφგან სადიგოვი გაძევებული იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის 3 წლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან. ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები იყო იმედის ეთერში გამართული დებატების მთავარი თემა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. ენერგეტიკოსებმა მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ და სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელმა. საუბარი შეეხო ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობას, როგორია ქვეყნის ენერგორესურსების ათვისების სამთავრობო სტრატეგია და გარემოს დაცვითი სტანდარტი. პრემიერის განცხადებით, ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით ქვეყანა შეუძლია გახდეს მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ხელისუფლების მიზანი კი არის 10 წლიან პერსპექტივაში 11500 მეგავატამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა, რომ საქართველო გახდეს მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და შეძლოს ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა. რა არის ენერგეტიკული? ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითქმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები,
ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით, რა თქმა უნდა, თვითქმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები. თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ სრულად თვითქმარი. თვითქმარში გულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველოს აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გადანას. რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სფეროში. წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4700 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული კაფეო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა რომ საბოლოო ჯამში 10 წლიან პერსპექტივაში 11500 მეგავატამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში საქართველოს უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან. მარეგულირებელი ჰესები და საშუალო ჰესებიც და რამდენად გვჭირდება მცირე ჰესები, ამაზეც კი ზოგჯერ კითხვის ნიშანს ვამ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით გეზეშეს პერიოდში საჯარო განხილვები, საჯარო დისკუსიები იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სტრატეგიული პროექტებზე, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი, რომ შედგეს საზოგადოებრივი დისკუსიები და ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა პირობითად დამახვანი ნესკრა თუ ხუდონი, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა აშენდეს, როგორი არის სწორი ფორმა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოთ თავარი ამოცანის შესრულება, რაც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის. თუ არ არის დათვლილი, თუ არ არის კვლევა გაკეთებული, რომ შეიძლება ამის რაღაცა მოდერნიზებით, ქარის, მზის ენერგიებით გაძლიერება თუ ეს ყველაფერი გადმოთვლილი არ არის, რანაირად შეიძლება გასხოთ ან არა? ყველაფერი დათვლილია. კი, ყველაფერი დათვლილია, რა თქმა უნდა. ჩვენ რო გვაქვს დათვლილი, ამიტომ ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2000-მდე მეგავატის მოცულობის დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ან მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, ამ შემთხვევაში სტაბილურობა, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე. ახლა კი უცხოეთის ამბები და ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სადაც კონფლიქტი ისევ გრძელდება. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ დასავლეთ და ცენტრალურ ირანში იერიში მიიტანეს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ბალისტიკური რაკეტების ობიექტებზე, დრონების შესანახ და გასაშვებ პუნქტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ამავდროულად ირანის მხრიდან ქუვეითზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ოფისები და 2 ელექტროსადგური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამასთანავე ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო საჰალის მხრიდან ირანის ნავთობქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისრაელი აგრძელებს ირანის ტერორისტული რეჟიმისა და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებას. დაგბირდით, რომ განვაგრძობდით თეირანის ტერორისტული რეჟიმის განადგურებას და სწორედ ამაც ვაკეთებთ. გავანადგურეთ მათი ფოლადის წარმოების 70%, ნედლი მასალა იარაღის წარმოებისთვის. ამის შემდეგ კი ნავთობქიმიურ ქარხნებს დავარტყით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე ირანს უარი არასდროს უთქვამს და ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. ჩვენ მადლიერები ვართ პაკისტანის ძალისხმევის და ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ისლამაბადში ჩასვლაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავს მოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობები აწერს აბას არაღჩი. პარალელურად ამერიკის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანს 48 საათი დარჩა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ირანმა ან შეთანხმება უნდა დადოს, ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, სხვა შემთხვევაში ისინი მალე სრულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ირანის მიერ 3 აპრილს ჩამოგდებული F-15 ტიპის ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაკარგული წევრი ამერიკის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს. ინფორმაციას დონალდ ტრამპი Truth Social-ზე ავრცელებს და წერს, რომ სამძებრო სამაშველო ოპერაციის დროს არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. ჩვენ არასდროს დავტოვებთ არც ერთ ამერიკელ მებრძოლს. ის ფაქტი, რომ შევძელით ორივე ოპერაციის განხორციელება ერთი ამერიკელის დაღუპვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მივახციეთ ირანის
ვიზაზე საჰაერო უპირატესობას წერს დონალდ ტრამპი. პარალელურად ინფორმაციას ავრცელებს ირანის გუშაგთა კორპუსი და ამბობს, რომ ირანის სამხედრო ძალებმა ამ მისიის დროს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე თვითმფრინავი გაანადგურეს. ისრაელში თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში ასობით დემონსტრანტმა ირანთან ომის საწინააღმდეგო აქცია გამართა. მთავარი მოთხოვნა ომის დასრულება იყო. მას შემდეგ, რაც თელ-ავივში ჰაბიმას მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების რაოდენობამ სასამართლოს მიერ დადგენილ 600 მონაწილეს გადააჭარბა, მანიფესტაცია უკანონოდ გამოცხადდა და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დროს 17 ადამიანი დააკავეს. 5 აპრილის ღამეს უკრაინაში ოდესაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატები თავდასხმის შედეგად დაზიანდა 5 სართულიანი საცხოვრებელი შენობა. 20-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია. პარალელურად რუსეთში ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. არსებობს მყარი პოლიტიკური მზაობა ერთობლივი მუშაობისთვის და ჩვენი გუნდები უახლოეს დღეებში დაასრულებენ დეტალებზე მუშაობას, წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე. რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო ლიტურგია აღავლინა, სადაც მორწმუნეებს მოუწოდა არ გახდნენ გულგრილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისადმი და იმუშაონ მშვიდობის დასამყარებლად. დღეს ლეო მე-14 წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო მესას ჩაატარებს და ეპისტოლეს წაიკითხავს. დღესაც არსებობს გასახსნელი საფლავები და ხშირად ის ლოდები, რომლებითაც არის დალუქული, ისეთი მძიმეა და ისე მჭიდროდაა დაცული, რომ უძრავი გვეჩვენება. ზოგიერთი მათგანი მძიმე ტვირთა დაწვება ადამიანის გულს, როგორიცაა უნდობლობა, შიში, ეგოიზმი და განაწყენება. სხვები კი სწორედ ამ შინაგანი განცდებიდან მომდინარე წყვეტენ კავშირებს ჩვენ შორის ომის, უსამართლობის და ხალხთა თუ ერების იზოლაციის გზით. ნუ დავუშვებთ, რომ პარალიზებულნი ვიყოთ. იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამემ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად წირვა და სადღესასწაულო ლიტანიობა იერუსალიმის ცარიელ ძველ ქალაქში მხოლოდ მღვდელ მსახურებთან ერთად ჩაატარა. მსვლელობისას სასულიერო პირებს თან ჰქონდათ ბზის ტოტები, რითაც იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლას მიაგეს პატივი. მრევლის გარეშე მხოლოდ მღვდელ მსახურების თანდასწრებით აღავლინა სააღდგომო ლიტურგია იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმაც. და ისევ საქართველოს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 3 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ამბობს დაცვის მხარე. ამის შემდეგ სასამართლო რეპლიკების ეტაპზე გადავა. ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 4 პირი დააკავეს, მათგან ერთ ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კიდევ 2 არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს სისხლის სამართლის საქმის განხილვას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან და დიღომში ჩადენილ სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით 3 ბრალდებულის მიმართ დღეს სასამართლო პროცესზე ადვოკატები წარადგენენ დასკვნით სიტყვებს, დასკვნითი სიტყვების შემდეგ წარუადგენთ მხარეები რეპლიკებს და ასევე გაიულის სასამართლო ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგაც გამოცხადება განაჩენი. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, 3-ვე ბრალდებული უარყოფს დანაშაულში მონაწილეობას. რაც შეეხება პირველ ადვოკატს, ეს არის დემეტრე ჩიქოვანის დამცველი, რომელმაც ისაუბრა თავის დასკვნით სიტყვაში რიგ გარემოებებზე, აღნიშნული დაცვა, დაცვის მხარის ეს ნაწილი დაობს კონკრეტულად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ რუსთავში 32 წლის პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთ გზის უკანონო შეძენა შენახვის მოხმარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აიყვანა. პირადი ჩხრეკისას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციო დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალფა PVP. დანაშაული 20 წლამდეან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა ერთი პირი თბილისში, ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა 1996 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაშია მოთავსებული, ბრალდებული კი ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც, დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პროგრამის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები. ასევე არაგადამდები დაავადებების, ბ და C ჰეპატიტების და HIV ინფექციის სკრინინგი. პრევენციული გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში მაისის ბოლომდე კიდევ ორჯერ ჩატარდება. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიას მოიცავს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ და რამდენიმეჯერ განხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში. სკრინინგული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და რეალურად ეს არის გარანტია დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში თითქმის 100%-იანი განკურნების. ამდენად ყველას მოუწოდებთ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ სკრინინგი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში ტარდება კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის, ზუზუს კიბოს სკრინინგი, აგრეთვე მამოგრაფია, მამოლოგები, მთელი ჯგუფი არის. ჩვენ დღეს თანამშრომლებთან ერთად მოვედით სკრინინგის გასავლელად. მოგეხსენებათ, რეგიონში მცხოვრებს არ აქვს საშუალება და დრო, რომ სკრინინგის ჩასატარებლად თბილისში წავიდეს. მადლობა, რომ ამის საშუალება გვეძლევა. ყველაფერი უფასოდ ჩაგვიტარდა, რისთვისაც მადლობა ორგანიზატორებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდგომ შესაბამისად მოვიქცეთ და გვიანი არ იყოს. ეს ღონისძიება მთლიანად ქალების მხარდაჭერასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება. დიდი მადლობა ექიმებს თბილის შეხვედრისთვის და მადლობა მთავრობას ქალბატონებზე ზრუნვისთვის. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის საბურთალოს ფილიალში აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის პირებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ. ქვეყნის წამყვანმა ექიმ სპეციალისტებმა 50-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს სამედიცინო კონსულტაცია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. პროცესს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უფასო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას ჩვენი დევნილი მოზარდებისთვის. ეს არის აფხაზეთის მთავრობის სოციალური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი დევნილი მოზარდების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. შესაბამისად, დღევანდელი დღეც მიძღვნილია ჯანმრთელობის და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული არიან ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, რაც კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და სანდოობას. უფასო კონსულტაციები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ოჯახებს და შესაძლებელს ხდის ჯანმრთელობის პრობლემათა ადრეულ დიაგნოსტიკასა და მართვას. ექიმების მთავარი მოვალეობაც სწორედ ესეთ სოციალურ აქტივებში ხშირი მონაწილეობა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ექიმებიც აბსოლუტურად სწორად და კარგად მართავენ ბავშვებს. ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან პრაქტიკულად ყველანაირად უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, რომ უფრო გაფართოებული ღონისძიება საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავაკეთოთ. ჩვენი ჯარის ფარგლებში სამხედროების სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. სამხედრო მოსამსახურეები ამჯერად სოფელ კოდისა და სამტრედიის სკოლებს ესტუმნენ და მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ უფროს კლასელებს მიაწოდეს ინფორმაცია თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე. ატომიანი ჭეროვნული გმირის თვალის ნამსხვრევს ემსხვერპლს.
წარვადგინეთ თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობიტი ხასიათის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პატრიოტული სულისკვეთების გაზიარებას. ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა ხოლმე ეს თავდაცვის ძალების საკითხი და საერთოდ ჩემ ქვეყნისთვის მსახური და ყოველთვის ესე რომ ვთქვათ მიზანი მქონდა რომ გავიზრდებოდი ჩემი ქვეყნისთვის მე მსახურა ესე რომ ვთქვათ. და ჩემი აზრით ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი არის მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქვს გეგმაში რომ ვთქვათ თავისი კარიერა გააგრძელოს ქვეყნის სამსახურში. საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ახალი სეზონი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაანახულდა. ღონისძიება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ჩემპიონატია, რომელშიც მონაწილეობა როგორც მოყვარულმა, ისე პროფესიონალმა რბოლელებმა შეძლეს. საავტომობილო ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას. წელს რიგით მეორე რბოლა არის. ამ რბოლის შემდეგ ჩვენი რბოლელები და მძღოლები მონაწილეობას იღებენ ნასკარზე, ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე და მინდა გითხრათ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რბოლებს დღეს საქართველოში. დღევანდელ დღეს მინდა მოგახსენოთ, რომ საავტომობილო ესე ვთქვათ, სპორტი საიმედო ხელშია და ყოველთვის ესეთ ღონისძიებებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება და დააფინანსებს. უპრეცედენტოდ ბევრი რაოდენობა ყავს რბოლაზე, რამოდენიმე 1000 კაცი, რაც ისტორიას არ ახსოვს და ძალიან გვიხარია. 8 წლის მერე ავაღორძინეთ, უკვე მეორე წელია, მეორე სეზონი არის, რაც დაიწყო, სპორტ სამინისტროს მხარდაჭერით ვატარებთ ამ ღონისძიებას და რა ვიცი მე მგონი შედგა და ესე გავაგრძელებთ. ავტოსპორტი პირველ ადგილზე არის, საყურებლად და დამსწრებებით საყურებლად სანახავთ ამ ყველაფრით და ჩვენც ვაძლევს ეს სტიმულს, რომ სულ კიდე უფრო კაი ღონისძიებები ჩავატაროთ. ძალიან კაია ეს რბოლა რომ განვითარდა ზოგადად წრიული რბოლა არ ყოფილა საქართველოში 8 წელია უკვე შარშან დაიწყეს ძალიან კარგი ჩემპიონატი ტარდება ძალიან ისეთია რომ ყველა შეუძლია ვისაც სურვილია გამოსვლა და ფედერაციის მხრიდანაც დიდი ხელშეწყობაა და საქართველოს სხვა კომპანიების მხრიდანაც ძალიან კარგი ხელშეწყობაა და ყველას ეხმარებიან რომ გამოვიდნენ და კარგი შედეგი დააფიქსონ. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ნინი მამარდაშვილის ოჯახს გარდაცვლილი სპორტსმენის სახელობის თასი, მედალი და სიგელი გადასცეს. ორდღიან ტურნირში საქართველოს მასშტაბით მოქმედი კარატის კლუბები მონაწილეობენ. ამ ორ დღეში უკვე 300-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, გადავეცით სიგელები, როგორც წარმატებითაც დღევანდელი დღე ჩატარდა, ფიქრობ, რომ მომავალშიც ესე წარმატებულად ჩატარდება ნინისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აქტიურობა საკმაოდ დიდია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსული მაღალი კლასის სპორტსმენები. ამ ტურნირს ეკნება ტრადიციული სახე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენი იყო ნინი და ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციამ დააფასა მისი ღვაწლი სპორტში და მის სახელობის ტურნირი ჩაატარა. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. დროებით.